გამარჯობათ, მე ვარ ლაშა ბალახაძე. მოკლედ ამ ვიდეო გაკვეთილში მე გასწავლით უცხოს პლატფორმაზე დიზაინის დაყენება სრულად და გამართულად. ასევე გაგიმხელთ პატარა რამდენიმე საიდუმლოს დიზაინის დაყენებაში. მოკლედ ვაკეთებთ შემდეგს: ჯერ ვაყენებთ ფოტოპოს, ვაწვევით აქ. ამ შემთხვევაში მე უკვე მაქვს მითითებული ფოტოპო პაროლი, მაგრამ გაჩვენებთ საიდანაც ყენდება. გადავდივართ ამ გვერდზე და აქ ვუთითებთ ჩვენ პაროლს, რაც გვინდა რომ იყოს. აქ კიდე პაროლს ვიმეორებთ, აქ კიდე საიდუმლო კითხვაზე პასუხი. ვაწვევით სახელმწიფოს სეივანუ შენახვა, გადავდივართ თავარზე. ეხლა კი მოდით ჯერ ავტვირთოთ სურათები ფოტოპოზე პროგრამის დახმარებით. სახელად Qt Photopo ან ზოგიერთს გექნებათ FileZilla, მაგრამ მაინც Qt Photopo მირჩენია. მოკლედ ხსნით პროგრამას. მოკლედ გაიხსნა პროგრამა და ვაკეთებთ ახლა შემდეგნაირად. ვაწვევით Photopo Detail, ანუ ინგლისურად Photopo Details. ვაკოპირებთ ამას და ვსვავთ აქ პირველ ჩარჩოში host. აქ კიდე ორი pic. რაც აქაა სახელი. აქ კიდე ვწერთ პაროლს, რაც მივუთითეთ და ვაწვევით connect ან ეგრევე enters. ველოდებით. შემდეგ ხსნით designs, რომელიც გვაქვს კომპიუტერში. ვაკოპირებთ აქ folderებს CSS და კიდევ GC და images. ვაწვევით მაუსის მარჯვენა კნოპკას და კოპირა ვაეწანო copy. იგივე Ctrl+C. შემდეგ ვხსნით global space Qt Photopos და ვაწვევით paste, ანუ ვსტავით. იგივე შეგიძლიათ გაიმეოროთ Ctrl+C და Ctrl+V. ვაკლიკებთ ყველას ორჯერ, რომ დაიწყოს ატვირთვა და ველოდებით. მოკლედ ფოტოსურათები და CSS პაპკა და GSA ყველაფერი აიტვირთა. გამორთოთ პროგრამა. შემდეგ გადავიდეთ control panel-ში საიტის და დავიწყოთ დიზაინის ტექსტ ფაილებით დაყენება. მოკლედ ამ ჩვენ დიზაინს მოყვა template builder-ის text ფაილი. ხსნით ამ text files. ვაკოპირებთ შიგნით მოცემულ ყველაფერს. და ვაკეთებ შემდეგნაირად. ვაწვევით customize design. ამ constructor და შემდეგ ვაწვევით აქ template builder, ან რუსულად ეწერება constructor შაბლონով.
ვაწვევით აქ მარჯვენა კნოპკას დავით და ვაწვევით აქ create template. ვაწვევით OK-ს. გვიჩვენებს რომ ყველაფერმა წარმატებით გაიარა. შემდეგ გაჩვენებთ ახლა საიდუმლო ფუნქციებს კიდევ დიზაინის დაყენების სისტემაში. მოკლედ აქ არის additional options, ანუ დამატებითი კიდევ ოფციები. ვაწვევით აქ save skeletons. Save skeleton ნიშნავს რომ ამ კარკასის შენახვა და მე შემდეგ გამოგვიჩენს ამ იმაში თქვა და კომპიუტერიდან წაგვეშალა და ვეღარ პოულობთ, გვერდს ექნება დამახსოვრებული და მაინც გამოგადგებათ რაღაცაში. მოკლედ ვაწვევით ამას save skeletons და შემდეგ კიდევ OK. გვიჩვენებს რომ კარკასი წარმატებით დაიმახსოვრა. შემდეგ კიდევ ვაწვევით და ვაძლევთ add to the design sheet. ანუ დიზაინის დამატება ყველა უქოს დიზაინებში, როგორც setup-იდან, ანუ control panel-ის თავარ გვერდიდან ვირჩევთ ხოლმე იქ უცოს დიზაინებს. განთავსდება პირველივე ადგილზე ეს დიზაინი და ეწერება ზემოდან personal design. ვაწვევით ამას კიდევ OK. და ახლა გიჩვენებ თუ როგორ იქნება ეს. ჩავწეროთ აქ setup. და აქ არის select designs. აქ არის ჩამონათვალში უქოს დიზაინები და ახლა ნამდვილად არ გაგიკვირდეთ რომ თქვენ დიზაინსაც დაინახავთ, რომელიც დააყენეთ საიტზე. ვთქვათ აგერიათ დიზაინი ან რამე მოხდა, დააწვევით personal design და ჩვეულებრივად შეიძლება ისევ დიზაინი და გასწორდება. როგორც ამ შემთხვევაში ვაწვევით OK-ს და всё, მორჩა. ვაწვევით სახრანიც, ანუ save როგორც აქ არის. შემდეგ გადავიდეთ theme file-ში, ანუ customize design-ში. აქ გვაქვს კიდე ჩასასმელი ერთი CSS file, ანუ style sheet. რუსულად იქნება ტაბლიცა სილეი. ვაწვევით ამას xnit. და აქ მოცემულს ყველაფერს ვაკოპირებთ. ვაწვევით ჯერ Ctrl S და შემდეგ კოპირავთ, ანუ copy. შემდეგ გადავდივართ customize design-ში, ვაწვევით style sheet CSS. ვაწვევით ამას და აქ თქვათ რამე არის მოცემული ყველაფერს შრით და ვსვავთ ამ ჩვენს style-ს. დავით მიცეთ. ვაწვევით ვაწვევით აქ saves და ახლა კი ნახოთ web გვერდი pick at pua. მოკლედ ხედავთ რომ დიზაინი წარმატებით დაყენდა და ამ დიზაინს კიდევ აქვს თავის განსაკუთრებული ფუნქციები, იცვლის ფერებს ძალიან ლამაზად და უპრობლემოდ.
მოკლედ ამით ეს ვიდეო გაკვეთილი დამთავრებულია, გისურვებთ წარმატებებს. გთხოვთ მოინახულოთ ჩვენი ვებგვერდი.